ძალიან დიდი მადლობა ნიკა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. წერილი რომელიც გაუგზავნეს ვახტანგ გომელაურს არ ვიცი ჩემი ანალიზით ვინაიდან ადრესატი იყო გომელაური თუმცა ასევე წერილში ნათქვამია რომ ეს ასლები გადაეგზავნებათ ასევე პრემიერს საგარეო საქმეთა მინისტრს და იუსტიციის მინისტრს ხომ არ არის იმის მანიშნებელი რომ შესაძლებელია ვიფიქროთ რომ გომელაური შეიძლება გადააყენოს ოცნებამ ან ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ რომ ელჩები ამაზე ან უფრო მეტ პასუხისმგებლობაზე, იმიტომ რომ ამ წერილში არის ხაზგასმული პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. როგორ გაიგეთ თქვენ ეს? დიახ. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები არსებობთ როგორც საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში. მართლაც მე როგორც რიგით მოქალაქეს, როგორც პოლიტიკოს, როგორც რიგით მოქალაქეს ძალიან მახარებს. თქვენარი ადამიანების ნაკლებობა, რომელიც მართალი ბრძოლის ავანგარდში არიან, მხოლოდ სიმართლის დასაცავად და არა ვიღაცის ინტერესების გასატარებლად, ხო? ძალიან დიდი განძი არის საზოგადოებისთვის და რო არ მეთქვა, არ შემეძლო აი ესე მოგზალებულად. რაც შეეხება თქვენს უშუალო კითხვას, საერთაშორისო თანამეგობრობა, ეხლა საქმის კურსში არის უკვე. ერთი რომ კი ამაზე მეტყოლებს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც დღეს დიანა ტრაპაიზესთან იყო ჟურნალისტი რომელიც იმედის ყოფილი ჟურნალისტი არის ბექა დევდარიანი და ის ამბობდა რომ პირდაპირ დაურეკეს მას ორჯერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან და განცხადების ტექსტი ჰქონდათ მომზადებული საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორები ზედმიწევნით კარგად არიან ინფორმირებულნი და რა არის ეს მათი ინფორმირებულობა რას ნიშნავს შემდეგს მათ ეჭვი არ ეპარებათ ის რაც მოხდა 5 ივლისს ეს იყო ორკესტრირებული არა ორგანიზებული ხელისუფლების მიერ ეჭვი ამაში არავის არ ეპარება სტრატეგიული პარტნიორები ხა უთხრილდებიან რომ კიდევ უფრო მკვეთრები არ იყვნენ განცხადებაში იმიტომ რომ მათი ასე თქვათ პოზიციონირება არავის არ გვიკვირდა ადრე არც ახლა და არც მომავალში ხა მათ რო პირდაპირ განცხადება გაავრცელო ხელისუფლება უნდა გადადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალიან სერიოზული განცხადებაა ჩემი აზრით. თან სახელმწიფო ბოდიში ნიკა აღარ შეგაწყვეტინებს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, აი თუ კი გავიხსენებთ, ხო? პირდაპირ სანქციებზია საუბარი. პრაქტიკულად პირდაპირ საუბრობენ. პრაქტიკულად პირდაპირ საუბრობენ, რომ არა დიპლომატიური ეტიკეტი, რომ არა სახელმწიფოთა შორის ეს ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც არსებობს ხო საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი ენაც არ იქნებოდა გამოყენებული, დარწმუნებული ვარ და საქმეს პირდაპირ მოურიდებლად იტყოდნენ. ამიტომ ძალიან მე ამიტი უნდა იყოს ეხლა ნებისმიერი ადამიანი ეხლა ქართულ ოცნებაში, რომ უშვებდეს რომ ეს ხელისუფლება რბილად რო თქვა დანაკლისის გარეშე გაივლის მომდენო კვირებს. ეს არის შეუძლებელი. მხოლოდ კრიზის გააღრმავებს ქართული ოცნების ეს შემადგენლობა ჯერჯერობით სანამ უშუალოდ ეს არჩევნები რომელიც არის კანონმდებლობარი მოვა და დადგება ის 2 ოქტომბერი მანამ აუცილებლად მოუწევთ ხელისუფლებას დათხოვნა გომელაურის როგორც მინიმუმ ბატონი ღარიბაშვილის და ყველა იმ მოძალადის დაჟა რომლებიც იყვნენ აქტიურად თანამონაწილეების და არ ვიცი ავანგარდში ამ დარბევისა. ეხლა რა ვიხილეთ იმ დღეს სინგასთან დამოვიწყდა ვიტყვი ეს ჩემთვის იყო ბოლო წვეთი პრაქტიკულად 5 ივლისს მოყვა ხო აი საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გულწრფელი აღშფოთება და ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება კი არა დარწმუნებული ოპოზიციურად არაგანწყობილ მოქალაქეებსაც ის რაც მათ იხილეს ნამდვილად არ მოეწონათ ხო აღშფოთდნენ ძალადობა ნორმალ ადამიანს არ უნდა მოწონოს იძალადეს ქუჩაში იძალადეს ჟურნალისტებზე იძალადეს სადარბაზოებში იძალადეს არ ვიცი რა სად არა სადაც წაასწრეს იქ პრაქტიკულად მათი ხელიდან მათი ხელით არაერთი ადამიანი მოკვდა 5 ივლისს. მათი ხელით მოძადებს. ამის შემდეგ მთელი ეს პოლიტიკური ელიტა პარლამენტში იგივე საკეთებდა. სტომათა დარბაზში. მე მსგავსი არაფერი არ მინახ. მე ხა ჩხუბსაც შევსწრები ვარ, ჩხუბის მონაწილეც ყოფილი ვარ, თავდასხმის ობიექტიც ყოფილი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი მომხდარ რის შემდეგ ისეთ რაღაცა საუბარი, რომელიც გადაიზრდება ხოლმე და ფიზიკურ დაპირისპირებაში რაც არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ თავიდან არის სიტყვიერი შეკამათება, ხო? მე რაც იმ დღეს პარლამენტში ვნახე ინგა, ესე იგი, დაგეშილები, განსაკუთრებით არ ვიცი, ესე იგი, სპორტიდან მოსული დეპუტატები ქართულ ოცნებაში, მხოლოდ იმისთვის რო არიან, როგორც ჩანს, რომ მუშტიკები ეკრევი გამართვა და პარალელურად ბატონი კობახიძე დაცვის წევრების, ასე თქვათ, მეცადინეობით და გარჯით დამალონ, უსიტყვოდ მოდიოდი თავდასხმაზე. აი, უსიტყვოდ. ანუ ეს ადამიანები
აღარც მალავენ, რომ მათი მთავარი ხელწერა და ერთადერთი მექანიზმი ხელისუფლების შენარჩუნების არის ძალადობა. ვის გასულია ძალადობა, ჩემზე კარგად იზ არავის. არავის. წინა ხელისუფლებაც არც იმის წინას. ხო, წინა ხელისუფლებაზეც რომ მიდის ხოლმე საუბარი, უკვე ტოლობის ნიშანია. ძალადობდნენ ისინი, ეს იყო 9 წლის განმავლობაში ოცნებისთვის ყველაზე მთავარი თემა. უკვე ტოლობის ნიშანია, 20 ივნისმა დასვა ტოლობის ნიშანი, მაგრამ 5 ივლისს ჩვენ რაც ვიხილეთ ხალხო, ეს იყო მე მინახავს ერთ კონკრეტულ ტელევიზიაში როგორ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს ხელკეტები და სპეცრაზმით იმედში 7 ნოემბერს, მაგრამ ახლა მთელ მედიას გაუსწორდნენ, როგორ ფიქრობთ რატომ? მთელ მედიას ჩაუტარეს სპეცოპერაცია, რატომ? ვისიც ყველაზე მეტად ეშინიათ მათთან მიმართებაში აქვთ განსაკუთრებული აგრესია. შიშით არის გამოწვეული ეს ყველაფერი და შიშით არის განპირობებული ის დარბება, რომელიც მედიას მოუწყეს. და დროდადრო სხვადასხვა ასე ქალაქებსა და რაიონებში პოლიტიკოსებს და სხვა საზოგადოებრივ აქტიურ ადამიანებს უსწორებენ, იმიტომ რომ მათ დარწმუნების რესურსი არ აქვთ მოქალაქის, ხო? და დღემდე ხა წარმოიდგინეთ, მოდით ახლა არ მინდა ჩემ 20 ივნისს, ხო? მე არ შევდივარ ახლა რა დავაშავე, რა არ დავაშავე, დავუშვა 20 ივნისს განცხადება გავაკეთე, გავხსოვთ ხო, რა განცხადება თუ არ გადადგება კობახიძე, ყველანი ხელმძღვანელები შევიდეთ პარლამენტის ეზოში და იქ დავუდოთ ამ ადამიანის გადადგობას. იმავე ადგილას მე გუშინ ვნახე ეს ვიდეო, ჩემ თქვენს გიქნებათ ნანახი. ბატონი მორგოშია ასეთი, ალტინფოს ასეთი მე მგონი დამფუძნებელი ერთ-ერთი და მეორე მახარაძე, თავისი მეორე ახალგაზრდა ბიჭასვე, ამ ორკების ლიდერი. გამოვიდნენ სიტყვით, მიმართეს იქ შეკრებილ ორგანიზებულად მოყვანილ ხალხს და თხოვეს, რომ ახლა 500 ადამიანი ამ მასას უნდა გამოეყოთო და სიცხვილეა სოფიში უნდა გადავინაცვლოთო. 500 ადამიანი გამოყვეს და წინ გაუყვნენ ამ ადამიანებს და მოახდინეს ის დარბევა, რაც მოახდინეს. რასაც შემდეგ მოყვა ფატალური, ასე თქვა, შედეგი. ხო, ადამიანი სასიკვდილოდ 5 ივლისს მათი ხელიდან მოყვის. და სად არის შედეგი? ვი დაიჯება ეხლა? რას ლაპარაკობ? მარტო ლამის 30 კაცი ურტყამდა გარდაცვლილ ლექსოს და იმდენი ადამიანი არც კი არის დაჭერილი დღეს. ამდენი ადამიანის პასუხისმგებლობაც კი არ არის დაყენებული. ნიკა, ვინ გაბედავს ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე ძვირფასო მაყურებლებო, ხო? ხო, ამ ქვეყანაში დიდი ხანია ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით როგორ ფუნქციონირებს, ავად თუ კარგად სახელმწიფო სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ხო ვიცით. ძალიან საღაზრს გადასული ადამიანი უნდა იყო, შენ რომ არ ერიდებოდე პოლიციას. შენ რომ მიდიოდე ღიათ, აი 10-ობით ვიდეოკამერის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაზე, დანაშაულს იდენდე და არ კონდეს ზურგი გამაგრებული და არ იცოდე რომ შენ ხვალ არ დაგიჭერენ. ასე შემთხვევაში დანაშაულს ვერ შეჭადიან, უბრალოდ განსაკუთრებული რაღაცა განსხვავებული შემთხვევები თუ არ არის. ეს იყო დაორგანიზებული, წახალისებული არ არის. ინგა, დაორგანიზებული. ნიკა, ახლა აივრცელდება ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის ხმის შეკითხვის პასუხად წერილობით ეხმაურება. ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა გავაცნო ეხა მაყურებელს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამარცხვინოა ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია. ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკის მომგვრელი და უღებელია ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლენ. მოწოდება მათი დასჯისკენ, ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე. 5 ივლისს პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც ახალისებული იყო ქართული ოცნების ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოყვა, რომელიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ. აი, ძალიან სერიოზული განცხადება და რას მიანიშნებს ეს? ახლა გამოუვალი მდგომარეობა, გამოუვალი მდგომარეობა აქვს. და მოლოდინია კვეთრად ვარ დარწმუნებული ამ ყველაფერს ძალიან მყარად და მე მინდა თქვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ უბრალოდ გამძლეობისკენ მოვუწოდო რა ვიცი დამღლელია ეს ბრძოლა დამღლელი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და დამღლელი არის ბრძოლა სიმართლისთვის ნამდვილად დამკანცველია
დიდ ემოციებს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მიზანი, რომელიც დღეს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს, არის ძალიან წრფელი და ძალიან მართალი. ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს დასაჯოს მოძალადეები, როგორც ხელისუფლებაზე მიღმა მათ ასე თქვათ, არ ვიცი, ცეკვათ ამაზე დამოკიდებული ხალხი, ასევე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისაც. რა თქმა უნდა, აი უყურეთ რა, ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ იყოს ყველას პასუხისმგებლობა, ვინც თავს დაესხა დემონსტრანტებს ჟურნალისტებს, ასევე ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა და ხო, თქვით ნიკა და მეცე განდელ განცხადებაზე. არ უნდა გააგრძელოს ხოცლა ჟლეტვა, ფიზიკური დაპირისპირება, ფიზიკური ანგარიშორება, ან უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას და მეწუნეთ ქართულ ოცნებას ის რაც ჭირს, შიშისგან ჭირს. ეხლა იციან რომ მათ რესურსი პოლიტიკური უკვე აღარ აქვთ. ეხლა ეს ხო რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული განცხადება არ არის. ის რაც დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა ევროკავშირის წევრმა ქვეყნის საელჩომ განცხადებით მიმართა. აი ამ საელჩოების განცხადებას ზედრო ეს ემატება ჰელსინკის კომისია არის მთავარი კომისია ადამიანის უფლებებზე კონგრესში და ამბობს რომ ქართული ოცნების ლიდერებმა წაახალისეს ძალადობაო და მეორე მთავარი არის ის რომ ამბობს რომ სამარცხვინოა როცა ოცნების ლიდერები ჟურნალისტების გმობით ცდილობენ ყურადღების გადატანას ანუ თქვენ წაახალისეთო სამარცხვინოა ანუ სამარცხვინოებს ეძახი და მე არ მესმის აი ამ შემთხვევაში რამ შეიძლება გადაარჩინოს ოცნება ნიკა რა მინდა რომ მკითხოთ პარლამენტში უნდა მივიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რას აპირებთ თქვენ რას აპირებს ოპოზიცია დაიცავთ თუ არა იქ ყველაფრისა რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მიიღებთ ხო თქვით რომ განსხვავებულ ანუ მხოლოდ რუტინულ სხდომებში არ მივიღებთ მონაწილეობას ნიშნულოვან სხდომებზე დავესწრებით და მივიღეთ აქტიურ მონაწილეობას და კი ბატონო ერთი ჩავხედოთ უნდა თვალებში დამატებით აი მათ ზონდერებს აი გომელაურიდან დაწყებული ეს რაგბისტი რო ყავთ კაჭარავა უბირი ადამიანი ახლა ადამიანი რომელიც იმიტომ ყავთ რომ იძალადოს უბრალოდ ხო კიდევ ერთხელ დაინახოს თელმა საერთაშორისო საზოგადოებამ რომ ადამიანები ძალადობენ პარლამენტს შიგნით ისევე როგორც ძალადობენ პარლამენტს გარეთ მათი ასე თქვათ წარმომადგენლები ამიტომ მათ მოუწევთ ერთი სხვით თვალის გასწორება და ეს გარდაუვალია ან ძალადობის გაგრძელება და ძალადობის გაგრძელება რა შედეგამდე მიიყვანს ქართულ ოცნებას ეს ამერიკის შეერთებული შტატებში ვაშინგტონში ჩვენი დროით გვიან ღამე მინიშნებით უკვე ითქვა არა წარმოუდგენელია ეხა რაზე დაკავშირებით ჩვენ წინასწარ განცხადებებს არ ვაკეთებთ ფაქტის წინაშე ვაყენებთ და მართლა ასეა ამიტომ ბევრი რამე არაინგა ყველაფერი არის ქართულ ხალხზე დამოკიდებული. კი, იმიტომ რომ მოდი მაყურებელს უთხრათ რომ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა. ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტება და აი აქ არის საუბარი იმაზე, რომ თქვენ წაახალისეთო, თქვენ სამარცხვინოებო და ხა მე მინდა ქართულ ოცნებას ვკითხო ისინიც პარტამუშაკები არიან აი ასეთი სერიოზული განცხადება როდესაც იდება და საუბრობთ ჰელსინკის კომისიაზე ისინიც როგორც ჩვენ გვადანაშაულებთ პოლიტიკური სპეკულაციით არიან დაკავებული მეტი რას ვამბობ ჩვენ მეტი რას ვამბობთ რომ წაახალისეს და რომ პასუხისმგებლები არიან და ჩვენი მოთხოვნა ამიტომ არის უცვლელი რომ ვიღაცეების დაჭერის პარალელურად პასუხი უნდა აგონ პოლიტიკოსებმაც მართველი გუნდიდან პირველ რიგში ვინც მწვანე შუქი აუნთო ამ ძალადობას რას აპირებთ გომელაური როცა მოვა პარლამენტში ჩავახეთოთ უნდა რეალობაში უნდა გავასწორებიოთ თვალი რეალობისკენ უნდა ვუბიძგოთ ბატონ გომელაურს ის იმედიც ეხა არ ვაქვს ადამიანი ხალხი მე თვითონ მობეზრებული მაქვს ამაზე საუბარი რისთვის არის შინაგან საქმეთა მინისტრი რა დამსახურებით, რა ინტელექტუალური შესაძლებლობებით, რა გონებრივი შესაძლებლობებით დაენიშნა იქ არანაირი ასეთი არც არსებობს, ხო, ვერც იქნებოდა. მხოლოდ იმიტომ რომ ბატონი ივანიშვილის პირადი მცველი იყო, ხო? პირადი მცველი იყო. ამიტომ არის ეს ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრი. გავიხსენოთ.
გავიხსენოთ რატო ყავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე პირადი მცველია ეს ბატონი ხო ვინც არის ბატონი ჩუბინიძე ეს ადამიანები იცავენ ივანიშვილს არ აინტერესებს არც საკანონმდებლო ნორმები არც კონსტიტუციური ნორმები არც სახელმწიფოებრივი საფუძვლები არაფერი არ აინტერესებს ასლან აბაშიძეს რეჟიმი პრაქტიკულად ერთ-ერთი უბრალოდ მთელს ქვეყანაში ასლან აბაშიძეს რეჟიმი ბევრად უფრო ბრუტალური იყო ბევრად ხო ვიდრე შევარდნაძის ასე ხელისუფლება 2003 წლამდე შევარდნაძის დროზე სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი იყო პრაქტიკულად და ასლან აბაშიძეს მის რეგიონში ჰქონდა ყველაფერი კონტროლ ქვეშ ეხლა ჩათვალეთ ჩვენ ვებრძვით თანამედროვე ასლან აბაშიძეს უფრო მეტი ფულით რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხო და უნდა წავართვათ არ უნდა საუბარი ეხლა მოვდიოთ თქვენს ეთერამდე და ვკითხულობდი რომ ეხლა საარსებო მინიმუმი რატო არ უნდა სხვა რაღაცებზე საუბარი თქვენ რატო არ გაძებენ კომენტარებს იმიტომ სალაპარაკო არც არაფერი ხო და იცი რა მე რო ვთქვი რა ეს ძალიან გულწრფელაა თქვენ მე ვიყავი მომხრე თვითონ რომ სტუდიებში აღარ შევიდეთ მაგრამ ეხლა დღევანდელი განცხადებების მერე მივხვდი ყველაზე კომფორტული გარემო იქნება გესმით ეხლა მე რომ ქუჩაში გავიდე ყველანი რომ იქ რო დავრჩე და აღარ დავსვათ კითხვები ან რა უნდა ճამოს ამ ხალხმა ან იმას რა ეშველება ან ფასებს რა ეშველება ან საერთოდ რა ეშველება ამ ქვეყანას ამიტომ აღარ მოგწევ 9 ფასებზე და ჭამაზე გამახსენდა 9.9%-ით არის ინფლაცია წლიური ქვეყანაში წარმოუდგენელია ეხლა საარსებო მინიმუმი გაზარდეს 9 ლარი 205 იყო და გახდა 214 ლარი ანუ 4%-ით გაიზარდა, როცა ინფლაცია წლიური 9.9%-ით არის გაზრდილი. ეხლა 214 ლარით მილიარდერი ადამიანის პირობებში ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს, ჩემზე კარგად იცით, ეს შეუძლია 60 ლარი დაახლოებით მარტო დღეს. მადლობა ნიკა, როგორ ჩაივლის საარჩევნო კამპანია ეს მაინტერესებს. უკან დახევა არ იქნება, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები, იმიტომ ვართ ძალიან მართლები. და დაგხოცავენ, ყველას ვერ დაგხოცავენ. ხელები უკანკალებთ, თან ჩხუბობენ და თან უკანკალებთ. თან ბაპატიეთ და არიან შეშინებულები და ნირწამხდები თან ჩხუბობენ. იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შეუძლიათ ამათ და ძმრად ვადეთ სიმართლის სახელით და იგივე სიმრავლით და ერთიანობით. ძმრად ვადეთ არ არსებობს 2 ოქტომბერს ეს ადამიანები აღარ იქნებიან ქვეყნის მართლისადავებთან. ამისათვის რა არის შემოძირფასო მაყურებლებო საჭირო არჩევნებზე გამოსვლა და ვისაც გინდა ხმა მეეცით 50 ნომრის გარდა. ნიკა, როდის გაახმოვანებთ თქვენს გადაწყვეტილებას? ვაპირებდით პარასკევს დღეს ვიცი რომ ვაპირებდით, ანუ ამ ამბების გამო როგორ ჩანს გადაიღო. კვირა დღეს ან ორშაბათ დღეს. და დასახელდებით კანდიდატად მერობის, ხო? ბრძოლას დავიწყებთ. კანდიდატად მერობის ელენე ხოშტარიასთან ერთად, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ დასახელდა. ორშაბათს მინდა გითხრათ ზუსტად. კარგით, მოკლედ დაველოდებით, როგორ მე მეგონა რომ ოპოზიცია არ შედიოდა გომელაურის გამოსვლისას და გაუბრაზდი ძალიან, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ რა ფუნქცია გააჩნია თქო ოპოზიციას, თუ იქ არ შევა თქო. მადლობა ნიკა.